სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთანაც ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ სახარებიდან მოვისმინეთ ასეთი ისტორია, როდესაც მაცხოვართან მიდის ერთ-ერთი გაჭირვებული მამა და ეუბნება, რომ თავისი შვილის შესახებ უყვება. ეს არის პერიოდი, როდესაც მაცხოვარი თავის სამ მოწაფესთან ერთად, პეტრეს, იაკობს და იოანესთან ერთად თაბორის მთიდან ჩამოდიან. ამ დროს მიდის ეს გაჭირვებული კაცი და ეუბნება, რომ ჩემი შვილიო, ეშმაკეული არისო. და ამ შემთხვევაში მათ ეს სახარება შედარებით მოკლედ აღწევს. მარკოზი უფრო ვრცლად საუბრობს ამის შესახებ და ის ნიშნებსაც ჩამოთვლის, ესე იგი პატარაობიდანვე ეშმაკიო, სადაც მოიხელთებსო, იქ ძის დასცემსო, შეშდებაო, პირიდან დუჟის დისო, იკრუნჩხებაო და ეუბნება, რომ მივიყვანეო შენს მოწაფეებთანო და ვერ გამკურნესო და თუ რამე შეგიძლია დაგვეხმარებო. აი ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ რამე შეგიძლია დაგვეხმარე, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი რწმენით არ მიდის მაცხოვართან. ეს ადამიანი უფრო გამოცდელად მიდის, რომელმაც მანამდე მოწაფეებთან მიიყვანა და მაცხოვარი ეუბნება, ჰოი ურწმუნო მოდგმაო, როდემდე ვიქნებიო თქვენთან, როდემდე გიტვირთავთო თქვენ. აი დაახლოებით ასეთი რამე რომ წარმოიდგინოთ, რომ მაცხოვარი მათ კი არ საყვედურობს პირდაპირი გაგებით, არამედ აი ექიმი რო გამოუწევს ადამიანს რაღაცა წამალს და ეს ადამიანი მაინც უკურნებელი რო რჩება თავისი დაუდევრობის გამო. ამაზე რო წუხს ექიმი, აი დაახლოებით ასეთი რამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მაცხოვარი ეუბნება იმ სიტყვების შემდეგ, რომ თუ რამე შეგიძლია დაგვეხმარეო და თუ გწამსო, მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია. და ეს კაცი იტყვის, წამსო ფალო და ცოტა დაყოვნების შემდეგ ამბობს, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. ამ კაცს კი უნდა რომ სწამდეს, მაგრამ გძნობს თავის თავში, რომ არ ასწამს. ამიტომაც ამბობს, წამსო ფალო და ფიქრობს იმას, რომ არ ასწამს. და ეუდრება, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. აი ჩვენ ალბათ საკუთარ თავზეც გამოგვიცდია, რომ გვინდა რომ გწამდეს, გვინდა რომ ვითმენდეთ, გვინდა რომ გვიყვარდეს, მაგრამ ჩვენი ძალები ძალიან მწირია იმისათვის, რომ გწამდეს, რომ ვითმენდე რაღაცას, რომ გიყვარდეს. და ასე შემდეგ, აი სხვადასხვა სათნოების შემთხვევაში ადამიანი აღმოაჩენს და ამიტომაც როგორც მოციქული იაკობი ამბობს, უნდა ითხოვ ღვთისაგან, თუ ატყობს საკუთარ თავში, რომ რაღაცა სულიერად ნაკლოვანება გაქვს. უნდა ითხოვ ღვთისაგან და ღმერთი, რომელიც ყველას უხვად აძლევს და არავის აყვედრებსო, შენც მოგცემს. მაგრამ უნდა ითხოვ რწმენით. უნდა გწამდეს, რომ უფალს შეუძლია ამისი მოცემა. იმიტომ რომ დაეჭვებული კაცის ლოცვასო არ აქვსო ძალა. აი რწმენით რო ითხოვ, შეიძლება დოგვის მარცვლის ოდენა რწმენა გქონდეს, უფალი ამბობს სახარებაში. კი არ თქვა მაცხოვარმა, რომ ქვიშის მარცვლის ოდენა რწმენა რო გქონდეს, იმიტომ რომ დოგვის მარცვალი ძალიან მცირეა.
და ქვიშა ძალიან მცირეა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ დოგის მარცვალი ცოცხალი და იმ დოგის მარცვლიდან დიდი ხე ამოიზრდება. და თუ ადამიანს აქვს მცირე, მაგრამ ცოცხალის წმენა, ეს ცოცხალის წმენაც გაიზრდება მასში. და როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ეს წმენა იმედში უნდა გადაიზარდოს, ღვთისადმი იმედში და იმედი კიდევ სიყვარულში. როდესაც განკურნავს ამ კაცის ვაჟს, შემდგომ მოციქულები მიდიან მაცხოვართან და ეუბნებიან, ჩვენ რატო ვერ განკურნეთ? და სწორედ ამას ეუბნებიან, თქვენი ურწმუნოების გამო. და სწორედ მათ ეუბნება, რომ დოგის მარცვლის ოდენად წმენაც რო გქონდეთ, ეტყოდით მთას და გადაადგილდებოდა. ეხლა განმარტებელი ასეთ რამეს ამბობს, რომ არსად არ ჩანს სახარებიდან, რომ რომელიმე მოციქულმა მთას ადმე გადაადგილა. მაგრამ არც ამის საჭიროება არ ყოფილა. მაგრამ მათ უფრო მეტი გააკეთეს. ადამიანთა მკვდარი გულები გააცოცხლეს ღვთის სიტყვით. ცოდვაში მყოფი ადამიანები ცოდვიდან გამოიყვანეს. და ეს უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ღვთის გადაადგილა. იმიტომ რომ ადამიანი მივიდეს იმ აზროვნებამდე, რომ ცოდვა მიატოვოს და სიწმინდის გზას შეუდგეს, ამას ხო ძალით ვერ გააკეთებინა. აი, თა უფრო ადვილად შეიძლება გადაადგილო, ვიდრე ადამიანი მოაქცია. აი, ალბათ მე პირადადაც და მრევლისგანაც მომისმენია, რომ უნდათ რომ რომელიღაც ადამიანის წმენაში მოიყვანო, მაგრამ ეგ ძალით არ გამოდის. აი, ძალით შეიძლება მთა გადაადგილო. მაგრამ ადამიანის წმენაში მოიყვანო, მაგას ვერ გააკეთე. ეს გაცილებით რთულია, ვიდრე ის. და ეს გააკეთეს მოციქულებმა, უპირველეს ყოვლისა ეს გააკეთა ღვთის სიტყვა, რომელსაც ეს მოციქულები ქადაგებდნენ. და ქადაგებაც, როგორც წმინდა მამა ამბობს, ესეც ერთ-ერთი საიდუმლოა. შეიძლება ადამიანმა ისაუბროს რაღაცის შესახებ, მაგრამ მისი სიტყვა ჰაერი იყოს და მეტი არაფერი. მაგრამ თუ ადამიანი თავად აკეთებს იმას, რაზედაც საუბრობს, მისი სიტყვა ადამიანის გულამდე აღწევს. და ეს ცვლის მერე ადამიანს. ახლა ჩვენ ზოგჯერ ასე ვართ, რომ ჩვენ თავად არ გვინდა რაღაცა გავაკეთოთ და ის რაც ჩვენ ახლა სიტყვაზე ვამბობ, ვიღაცა იპარავდეს და სხვას ეუბნაოდეს, რომ არ მოიპარო. რა ფასი ექნება მის სიტყვას? ფასი მაშინ ექნება თავად რომ შეწყვეტს ქურდობას და მერე ეტყვის. და სხვა ამგვარ შემთხვევებში. და ასევე ეუბნება მოწაფეებს, რომ ნათესავი ესე, ან ის დაცემული ძალა, რომელიც იმ ჭაბუკისაგან განდევნა მაცხოვარმა, არაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა. ანუ არ გავა ადამიანისგან ლოცვისა და მარხვის გარეშე. ეს არის ორი მძლავრი იარაღი, რითიც თითოეული ქრისტიანი უნდა აღჭურვილი იყოს. და არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ დავაკვირდებით, სწორედ ეს ორია ყველაზე მეტად რაც უჭირს ადამიანს. ახლა ადამიანი იტყვის, რომ სულაც არ უჭირს მარხვა. თავისთავად არ გაუჭირდება, სამარხოც ყველაფერი გემრიელია გამოსული და არ გვიჭირს იმ შემთხვევაში, თუ მარხვაშიც იმ გემრიელობებს ვეძებთ და არ გვიჭირს. ნამდვილად არ გვიჭირს. მაგრამ ვერც ამითი ვერ მოვიწონებთ თავს. შეიძლება ღმერთი ჩვენი უძღვრებიდან გამომდინარე ჩვენს ასეთ მარხვასაც იწირავდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამითი შენ შეიძლება თავი მოიწონო, რომ ჩვენ ახლა მარხული. ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ პატერიკებიდან, როგორ მარხულობდნენ ადამიანები. არა მარტო მონაზვნები, არამედ ერის ადამიანებიც როგორ მარხულობდნენ. იმისათვის კი არა, რომ ვიღაცა მეორე უკიდურესობაში გადავარდეს. იმისათვის, რომ ის მარხვა, რაც ჩვენ საკუთარ თავის მარხვად ჩაუთვალეთ, არ გვეგონოს, რომ რაღაცას წარმოადგენთ ამ მარხვის გამო.
ლოცვას რაც შეეხება, აქ კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს ჩვენი უძლურება, ესე იგი ლოცვის მიმართ. როგორც მინდა მოგბრძანებენ, ლოცვა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ბრძოლასთან არის თანაშერთული. ბრძოლასთან არის. ახალ მოსულს უადვილდება ეს. უნდა რომ ბევრი ელოცოს, შენ ამაზე არაერთხელ გითხოვს, ბევრი ელოცოს, განსაკუთრებით კაცრად იმარხულოს, მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო. თუ ზომიერება არ დაიცავი თავიდან, მერე შეიძლება ყველაფერს ხელი გაუშვი, ანუ თუ სწორად არ მიყევი, ესეც ასკეზა არის. აი ასკეტი მამები თქვენ გაიგონიათ, ასკეზა არის სულიერი ვარჯიში. აი როგორც ხორციელად ადამიანი ვარჯიშობს და ერთბაშად არ შეიძლება ყველაფერი აკეთოს, სულიერ ცხოვრებაშიც ასე, თანმიმდევრულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუ ადამიანი ეცდება რომ ლოცვით და მარხვით შეიარაღდეს, აი ამ ლოცვასაც ის მარხვა ანიჭებს კიდევ უფრო მეტ ძალას. თუ არა და თავადაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, სად თავშეკავებული კაცის ლოცვა, როდესაც ასე გვილოცია და სად მარწყარი კაცის ლოცვა. მარწყარი ისე ვერ ილოცავს, როგორც თავშეკავებული. ეშმაკები კი ცდილობენ, რომ ესე იგი ყველაფერი მის მიერ გაკეთებული ღვთისგან შექმნილს მიაწერენ. ახლა რას გულისხმობთ, ნახეთ. სახარებაში ასეთი რამე წერია, რომ ახალ მთვარობის დროს ემართებოდა ხოლმე ამ ადამიანს. გაგონიათ ალბათ სიტყვა მთვარეული. ახალ მთვარობის დროს ემართებოდა ხოლმე. ეშმაკი დახელოვნებული. ისე დროს შეუტევდა და ეკვეთებოდა ამ ჭაბუკს, როდესაც იყო ახალ მთვარობა და ყოველთვის ასე აკეთებდა. რატო? იმიტომ რომ და მე ასეთ ადამიანებს, რადგან ახალ მთვარობაზე ემართებოდა, მთვარეულებს ეძახდნენ ხოლმე. იმიტომ რომ ადამიანს მთვარე გაეხადა მიზეზად, რომ ახალი მთვარე რო იყო, ამიტომ ემართებოდა. სინამდვილეში აქ მთვარე არაფერ შუაში არ არის. აქ შუაში ისაა, რომ ეშმაკი ცდილობს ღვთისგან შექმნილი ის ციური სხეულები შენ წარმოგიჩინოს როგორც მიზეზი შენი უბედურების. სინამდვილეში აქ მიზეზი არის მხოლოდ დაცემული ძალა და არა ღვთისგან შექმნილი მზე, მთვარე, ვარსკვლავები თუ ასე შემდეგ. გუშინ იყო 16 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან, თუ 18 არა, 18 წელი გავიდა. ახლა 18 წელი უკვე ცოტა არ არის. იმას რას გულისხმობთ, რომ იმ ვაჟკაცების თუ მანდილოსნების, ვინც აი ამ ბრძოლის წელზე აღესრულნენ, იქნებოდა ესენი სამხედროები თუ ექიმები თუ უბრალო მოქალაქეები თუ პოლიცია თუ სხვა. მათი შვილები უკვე იმას აქში არიან, რომ ზოგი თავად მსახურობს ჯარში. თავად აგრძელებს თავისი მამის თუ დედის გაკეთებულ საქმეს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი თუ სასულიერო პირები კიდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა არის გადაღებული დოკუმენტური ფილმი, ჩვენს გვერდზე წდევს, ჩვენს ეპარქიას უკავშირდება, ნიქოზის ეპარქიას უკავშირდება. პატრიარქი რომ ჩამოვძანდა აი ამ ომის დროს. სასულიერო პირები როგორც წესი თავის თავზე არ საუბრობენ, მაგრამ არის რაღაცა, რაც უნდა ითქვას. და აქ მყოფმა სასულიერო პირებმა მეუფე ანდრიას მეთაურობით ძალიან დიდი საქმე გააკეთეს. სტიქაროსნები იყვნენ იქ, მრევლი იყო, ვინც მაშინ ქალაქში იყო დარჩენილი. პატრიარქი ჩამოვძანდა, შემდეგ ნიქოში ერთად წავიდნენ, მეუფე ისაიაც თავის ადგილზე იყო. იქ ყოფი სასულიერო პირებიც და მათ მრავალი ჭირი ნახეს და მრავალი ტკივილი გადაიტანეს იმ მოსახლეობასთან ერთად, ვინც იქ იყო დარჩენილი. და ნუგეშად მხოლოდ ეს ჰქონდათ იმათ.
ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა ეს დოკუმენტური ფილმი კიდე ბოლომდე ვერ იტყვის სათქმეს თავისთავად ცხადი. ყველა იმ განცდას და ყველა იმ ნიუანსს შეუძლებელია, რომ შეეხოს რაიმე ესე დოკუმენტურად თუნდაც დოკუმენტურად გადაღებული ვერ შეეხება, მაგრამ რაღაცა წარმოდგენა რო შეგექმნათ რა ხდებოდა იქ, როგორ გადმოასწენეს ის ბიჭები, რამხელა მუგეში იყო ახლა თუნდაც გარდაცვლილი ბიჭების მშობლებისთვის, რომ მათი ცხედრები არ დაიკარგა, რამხელა მუგეში იყო. ძალიან დიდი რისკის ქვეშ მოქმედებდნენ ისასულიერო პირები. ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ გარდაცვალებაც კი ემუქრებოდათ. აი პირდაპირ. მაგრამ მოხდა რაღაც ესეთი რამე. პირდაპირ საუბრობენ, რომ უნდა მოეკლათ, წარმოიდგინეთ. არა მარტო სასულიერო პირები, არამედ ყველა დანარჩენი, ვინც ჩამოთვალეთ და გუშინ მეუფე ანდრია ბრძანებდა, რომ ყველას მადლობას ვუხდი და ვინც მაშინ თავის ადგილზე იყო, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, იქ რო იყვნენ. აი ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩვენ შეიძლება ახლა ესე ომში არა ვართ, მაგრამ აი ეს მთავარი არის სულისკვეთება, რამაც ის ბიჭები თუ გოგონები თუ ვინც იყვნენ, თავის ადგილზე დააყენეს. აი თავის ადგილზე რამაც დააყენეს. სადაც სინდისი უკარნახებდა, იქ რომ დადგნენ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა მათი მიბაძვით ჩვენს თავს ვკითხოთ, რომ სადაც ჩვენ უნდა ვიდგეთ და რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ, რამდენად დგავართ იქ და რამდენად ვაკეთებთ ჩვენს საკეთებას. ვიქნები მე როგორც სასულიერო პირი თუ როგორც სტიქაროსნები თუ როგორც ტაძრის სხვა მსახური, მრევლი, თუ იქ სადაც ჩვენ ღმერთმა დაგვადგინა სამსახურებში, რამდენად დგავართ იქ და რამდენად კეთილსინდისიერად ვაკეთებთ იმ საქმეს, ამაშია ეს არის ჩვენი ბრძოლის ველი. ჩვენ შეიძლება კიდევ ერთხელ ამბობ, იმ ბრძოლის ველზე არ მოგვიწევს, ისე გარდავიცვალოთ, რომ იმ ბრძოლის ველზე არ მოგვიწევს გასვლა. მაგრამ ჩვენი ბრძოლის ველი ეს არის, როგორც პატრიარქი ბრძანებდა, შენს თავში და შენს გარშემო, შენი წილი საქართველოს შენ უნდა დაიცვა, შენ უნდა გადაარჩინო და ყველა თავისი საკეთებლის კეთილსინდისიერად კეთებით იცავს თავის სამშობლოს. თუ რაღაცას მიაფუჭესებ, თუ რაღაცას არაკეთილსინდისიერად გააკეთებ, ხორციელი სიამოვნებას დააყენებ უფრო წინა პლანზე, ვიდრე შენს საკეთებელს, მაშინ შენ არ ახარ საქართველოს ერთგული. ამას სინანული ჭირდება. მაგრამ იქ სადაც სინდისი გეუბნება, რომ ასე უნდა აკეთო და ისე აკეთებ, გადადებს სხვა დანარჩენს. მაშინ შენ სწორედ რომ შენს თავში და შენს გარშემო იცავ შენს სამშობლოს. და უფალი ბრძანებს, ვინც მცირეში ერთგულია, ის დიდშიც ერთგული იქნება. შეიძლება პატარა საქმე მოგენდო, მაგრამ ის პატარა გააკეთე კეთილსინდისიერად. ღმერთი შენგან იმ პატარის გაკეთებას ითხოვს. აქ ორი რამეა, ერთი ის, რომ შენი საქმე დაუდევრად აკეთო და მეორე ის, რომ გინდოდეს იმ საქმის კეთება, რაც არ დაუალებია ჩვენთვის. ეს მეორე უკიდურესობაა კიდე. რაც ჩვენთვის არ დაუალებია, იმისთვის თავი არ უნდა გეღირსებოდეს. მე გავაკეთებ ამას. და რა იცი რომ გააკეთებ. იქნებ ღმერთი არ გაძლევს იმ მადლს, რომ ეგ საქმე გააკეთო. აი მაგალითად, ვიღაცას ქარელში გზავნიან და ჩაუწყეს შესაბამისი საწოლი. ამა დაიჟინოს, რომ მე ბათუმში უნდა ჩავიდე ამ საწოლით და ჩავა, ვერ ჩავა. შენ ეს დაგავალეს ცოტა, ჩადი ქარელში და ჩამოიტანე რაც დაგავალეს. ვიღაცას ბათუმში გაგზავნიან, ვიღაცას იმის იქით. მაგრამ ყველა მის უნდა აკეთოს, რაც დაევალა. და განა იმიტომ, რომ უჩვენოთ ეს საქმე არ გამოვა. არამედ იმიტომ, რომ ამით შენი სულის გადარჩენის საქმე უნდა გამოვიდეს და ეს კი უჩვენოთ არ გამოვა. განა იმიტომ, რომ ქარელი და მუშამით ვერ ჩამოიტანს ვინმე რაღაცას.
მაგრამ ეს შენი სულის გადარჩენა შენს მაგივრად შენს ადგილზე ვერავინ არ გააკეთებს. ამიტომ უნდა გააკეთო შენი სული პირნათლად შეასრულო ეგ საქმე და გადაიჩინო შენი თავი. ანუ თითოეულ იმ საქმეს, რაც ჩვენთვის არის მოცემული, სახარებისეულად რო ვთქვათ, იმ ტალანტს, როგორც წმინდა მამა გაბრიელი ამბობს, ღმერთი იმიტომ გაძლევს, რომ შენ ამითი გადარჩე. შენი სული გადაიჩინო. აი ყველაზე მთავარი ეგა. დანარჩენი იმ ხორცია საქმეს შენ თუ არ გააკეთებ, შემცვლელი მოვა და ის გააკეთებს. არავინ არ არის ისეთი, რომ რომელიმე შემცვლელი არ აღმოჩნდეს ნებისმიერი საქმის კეთებაში. ყველა შემცვლელი გამოდგება. მაგრამ აი ჩვენი სულის გადარჩენის საქმეში ჩვენი შემცვლელი არავინ არ იქნება, ეგ შენ უნდა აკეთო. იქაც ის ბიჭები სამშობლოს სადარაჯოზე ვიციყვნენ. ვიღაცამ თუ მიატოვა და წამოვიდა. მან თავისი სულის საქმე გააფუჭა პირველ რიგში. და ვინც დადგა, მან თავისი სულის ცხონების საქმე გააკეთა პირველ რიგში. გახსოვთ რას ეუბნება დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლის წინ. ის ეუბნება მეომარნო ქრისტესანი. ის არ ეუბნება, რომ თქვენ საქართველოს და სამშობლოს მეომრები ხართ. თუმცა თავისთავად ცხადია, ესეც იგულისხმება. მაგრამ იქ მთავარი იყო მათი სულების გადარჩენა. იმიტომაც ჩახერგეს უკან, ვინმე არ გაქცეულიყო და სული არ დაეღუპა. და ჩვენ საკეთებელშიც ეს არის ყველაზე მთავარი. დაუწევთ ჩვენს თავს შეკითხვა. ვდგავართ თუ არა იქ, სადაც ჩვენ ღმერთმა დაგვადგინა და ვართ თუ არა კეთილ სინდისიერად აღსრულებელი საქმისა, რაც გვავალია. ვიღაც სამსახურში, ვიღაც ოჯახში, ვიღაც ეკლესიაში და ასე შემდეგ. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფოთ. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ ახლა როგორც გუშინ ვთქვით, ასეთი რამ არის, ეს დოკუმენტური ფილმია და შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ, მაგრამ რაღაცა ერთობლივად ამის ყურება კიდეც ღარამეს გაძლევს ხოლმე და წმინდა გრიგოლ ხანძთელს უკავშირდება ეს ფილმი. თქვენთვის სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ დარჩეთ და ერთად ნახოთ ეს ფილმი. ძალიან მნიშვნელოვანია და ოთხშაბათს კიდე დაგეგმილია სწორედ წმინდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ რაღაცა ერთი ლექციის ჩატარება, ერთ-ერთი ძვირფასი ადამიანი პედაგოგი მობრძანდება და ბავშვებთან ერთად უფროსებსაც შეგეძლებათ, რომ თან ოთხშაბათი დღე იქნება საღამო და ისედაც უფროსები მოდიხართ.